პირველი ნაწილის სტუმარი გახლავთ ლევან მამალაძე, სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი, დოქტორი. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ლევან, რომ მონახეთ დრო და მობრძანდით და მინდა ვისაუბროთ რეგიონზე. კერძოდ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ეს მოლაპარაკებები გაიმართა აბუ-დაბიში, თუმცა მხარეები ამბობენ, რომ შუამავლები არ სჭირდება და შუამავლების გარეშე საუბრობენ, მაშინ საინტერესო რატო შეირჩა აბუ-დაბი, მართლა იბადება კითხვები, მართლაც არიან თუ არა ისინი დამოუკიდებლები, ვინ მოიაზრება მათ უკან, როგორც სომხეთის ასევე აზერბაიჯანის, რა ძალები და ცხადია ეს ძალები რა გავლენას მოახდენენ რეგიონში შესაბამისად საქართველოზე. მანამდე კი მინდა ერთ რამეს გავამახვილო ყურადღება, ჩვენთვის ცნობილია რომ რუსეთი ფაქტობრივად ყარაბაღის კონფლიქტით და ჩვენი ორი სეპარატისტული რეგიონის აღიარებით და მანამდე სამწუხაროდ აი ამ კონფლიქტებით ფლობდა ბერკეტებს ზემოქმედების მთლიანად სამხრეთ კავკასიის პოლიტიკაზე, ამ სამივე სახელმწიფოზეც და მთლიანად თქვათ რეგიონის პოლიტიკაზე გამომდინარე ამ სახელმწიფოების მოკავშირეებთან თუ მათ უკან, ანუ იგულისხმება სომხეთი, საქართველო, აზერბაიჯანი მდგომ ქვეყნებთანაც. ახლა ფაქტობრივად ეს ერთი ბერკეტი, როგორც იყო ყარაბაღი, გამოეცალა რუსეთს, რომელსაც ძალიან ეფექტიანად იყენებდა ის. ამაში ცუდი არაფერი არ არის, მე ამას არ ვამბობ გაკილვით, რომ აი რა ცუდია. ყველას თავისი ბერკეტი აქვს, რუსეთს აქვს ეს ბერკეტი, თქვათ ევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებს სხვა ბერკეტი. ეხლა დარჩა თქვათ ჩვენი უკაცრავად ჩვენი ეს არაღიარებული და რუსეთს მე აღიარებული სეპარატისტული რეგიონი და შესაბამისად ჩდება საკითხი. ახლა ჩვენ მოვიაზრებით თქვათ იმ ძალად, რომელმაც შეიძლება თავისი ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს და თავისი პრობლემები გადაწყვიტოს და ჩვენ შეიძლება რაღაცნაირად გავხდეთ რუსეთის მოკავშირეები, ანუ ჩავანაცვლოთ სომხეთი. ანუ სიტუაციის ცვლილების მიხედვით, ხო გესმით, იცვლება დამოკიდებულება სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებისა, თავიანთ მტრებთან და პარტნიორებთან თუ ოპონენტებთან და აი ამ ჭრილში რომ შევაფასოთ სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკება და რა ბერკეტები აქვს რუსეთს სიტუაციის თავის სასარგებლოდ შესაცვლელად და ასევე ირანსაც, რომელიც ძალიან შევიწროებულია კავკასიაში თურქეთის და როგორც ამობენ მის უკან მდგარი ბრიტანეთის პოლიტიკური გეგმების გამო. მადლობა. მოგესალმებით ყველას, მივესალმებით სტუდიას, მსმენელებს, ტელემაყურებლებს. პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ ახალი სტუდიის შექმნა, Georgian Times-ის ახალი მისამართი და ეს სიახლე, როგორც თქვათ, ინტერიერში, ასევე თქვენს საერთოდ პროცესზე რომ დაეთყოს და მინდა რომ ეს სიახლე მთლიანად თქვენ შინაარსობრივათაც ესე იგი იქნეს გადმოტანილი მუშაობაში. მე ვფიქრობ თქვენ ერთ-ერთი ესე იგი განსხვავებული ტელეკომპანია ხართ, საერთოდ მედია გაერთიანება, რომელსაც აქვს გამოკვეთილად ესეთი არაპოლიტიკურად მიდრეკილი პოზიციის დაფიქსირება და ვფიქრობ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხა თქვენ კითხვები, რომელიც დასვით ძალიან მოცულობითი არის ეს კითხვები და მე მინდა გითხრათ რომ ეტაპი ნაწილ-ნაწილ ესე გავცეთ პასუხი, ჯერ დავიწყოთ ალბათ. ხო, ჯერ დავიწყოთ ალბათ ჩვენს გარშემო რა ხდება და დაუბრუნდეთ შემდგომ ქვეყანაში არსებულ პრობლემებს. ესე იგი, ყოველთვის ვამბობდი და ეხლაც მინდა ვთქვა, რომ ისე სწრაფად იცვლება ყველაფერი, რომ აი თქვათ ხშირად ვზივართ სპეციალისტები და მოდელირებას ვაკეთებთ სიტუაციების სხვადასხვა ვითარების სიმულირებას ვაკეთებთ და აი რა პროცესი შეიძლება მოხდეს, რა შეიძლება ამას მოყვეს და ამითავართ ეხლა ანალიზი, სწორედ ამის საფუძველზე კეთება ყველა ვარიანტის, ყველა სცენარის მოდელირებას როცა გააკეთებ და იცი ამ შემთხვევაში როგორ მოიქცე, ხო? ამიტომ სწრაფად იცვლება ყველაფერი, მე მინდა გითხრათ, რომ გეოპოლიტიკური აი რო იტყვიან გარდატეხა ჯერ არ არის დასრულებული, აი რაღაც გადალაგების ფაზაში არის შესული. ამას ალბათ შარშანდელი პერიოდის მანამდე სიტუაციას და ეხლაც რაც ხდებოდა ერთი კვირის წინ, ორი კვირის წინ, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ აი პროცესები ჯერ არის დასრულებული კი არა, ეხლა იწყება, უნდა ითქვას. ხა თუ კი ავიღებთ რეალურ მოცემულობას, რომელიც გვაქვს, ხო? რამდენიმე ეტაპად შეიძლება დაიყოს იგივე ამ შემთხვევაში ჩვენ ვსჯელობთ სამხრეთ კავკასიაზე, კავკასიის რეგიონზე, სამხრეთ ნაწილზე, სადაც
სამი ქვეყანა შედის, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი. გავლენების სფეროთ ესა, თქვათ, ძალის ცენტრები, როგორც ქვია, ეს არის რუსეთი, თურქეთი, ირანი, ეს რომელიც პირდაპირ მომიჯნავი არის აი ამ კავკასიური რეგიონისა და ასევე მსხვილი ქვეყნები, რომელთა ინტერესებიც ასევე იკვეთება. ეს არის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, ჩინეთი და ინდოეთიც არის გამოჩენილი, მინდა გითხრათ, აი ბოლო პერიოდში. ასე რომ აი ამ შუა დერეფანში ქარტეხილების, ესე იგი, მოზღვავებას კიდე უნდა ველოდოთ ჩვენ, იმიტომ რომ ეს გეოპოლიტიკური გადალაგება დასრულებული არ არის. ხა რა სიახლეები წარმოიშვა? საერთოდ თუ კი ამას განვიხილავთ, ჩვენ უნდა შევხედოთ ყარაბაღის ომის დასრულებისა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ რა რეალობა შეგვექმნა ჩვენ. რეალობა არის შემდეგი, ერთი რუსეთის პოზიციები დასუსტდა, პირდაპირ უნდა ითქვას. ეხლა ამას თავისი გარემოებებიც აქვს, თავისი მიზეზებიც აქვს, ხა ამას ჩავყვეთ ძალიან ბევრ დროს დავკარგავ თამაში, მაგრამ რუსეთის პრობლემა უფრო მეტად, დიახ. ჩვენი პრობლემაც არის ამაზეც გავუსვებთ ხას. ანუ რუსეთის პოზიციები გარკვეულწილად დასუსტებულია და როგორ არის იცით ვიღაცა თუ სუსტია, მე უფრო სხვა შემოდის. ანუ ადგილი ცარიელი არასდროს არ რჩება და განსაკუთრებით ჩვენ რეგიონში ისტორიულად ესე იყო. ანუ მოთამაშეები შეიძლება იცვლებოდნენ, მაგრამ აი ეს იმპერიების ინტერესები იგივე სამხრეთ კავკასიაში ყოველთვის ფიქსირდებოდა. ამიტომ რუსეთის მომენტი როგორც კი შესუსტდა, თურქეთის გაძლიერდა. და უფრო გაძლიერდა თურქეთის ბოლო პერიოდში, როცა ირანით შესუსტდა. აი ამ დაბომბების შედეგად, ისრაელთან დაპირისპირების შედეგად, ირანს თავისი პრობლემები გამოუშთა, სხვა იგივე რუსეთისა და იგივე ირანის გამოსვლა ერაყიდან და თურქეთის შესვლა, ეს ხო ვიცით, ახლა ერაყი დღეს კვაზი, ბოდიში სირია არის დღეს აი კვაზი სახელმწიფო, რომელსაც აი პირობითად შეიძლება სახელმწიფო დავარქვათ, იქ რაღაც გამოკვეთილი ლიდერები არიან, შიდა დაპირისპირებები აქვთ, ისრაელმა ნაწილი დაიკავა, რუსეთი ირანი გამოვიდნენ იქიდან და დანარჩენი ნაწილს აკონტროლებს თურქეთი. ანუ იქ თურქული მოსახლეობაც იყო და უფრო მეტსაც აკონტროლებს. ამიტომ აი თურქეთის გაძლიერება მოხდა რუსეთისა და ირანის თქვათ გასვლის და დასუსტების გავლენის დასუსტებისგან გამომდინარე და ბოლო პერიოდის მომენტი კარგად უნდა მივაქციოთ ყურადღება განსაკუთრებით ესე იგი თურქეთის და აზერბაიჯანის ტანდემის შედეგად რეგიონში ცოტა სხვა რეალობა ჩამოყალიბდა. ახლა აქ ალბათ გახსოვთ თქვენ როგორ იყო დაპირისპირება იყო იქ თვითმფრინავი ჩამოვარდა იმაში ჩეჩნეთში გახსოვთ იქ მოხდა ესე იგი ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტა და ხალხი დაიხოცა და ეს პროცესი დასრულებული არ არის ძალიან მკაცრი პოზიცია დაიკავა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და ამან დაძაბა ერთი მომენტი მერე აი ამ თურქეთის გაძლიერების ფონზე მე ხა ჩემ ვერსიას გეტყვით რომელიც გარკვეულ რაღაც საფუძვლებს ეყრდნობა იქ იყო რუსეთის ძალიან უხეში ჩარევა და ეს პირდაპირ არ ჩანდა უხეში ჩარევა იყო აზერბაიჯანში რაღაცა დაწყებულიყო აი პოლიტიკური პროცესები და საკმაოდ ესეთი აი უხეში ფორმით და ამ უხეშ ფორმას უპასუხა პრეზიდენტმა ძალიან ასევე უხეშად და აუპატემრეს ხალხი ალიევმა და ჩვენ რასაც ტელევიზიით უყურებთ ეს არის ფონი ეხა იქ და რუსეთში ზედაპირული მომენტებია რომ რუსეთში დააპატიმრეს ვიღაც აზერბაიჯანელები იქ ერთი კაცი შემოაკვდათ მერე ალიევმა ადგა და შეიძლება საერთოდ კავშირში არ იყვნენ ის რუსები ამ თემებთან მაგრამ ძალიან მკაცრად დაანახა რომ ის მზად არის ნებისმიერი ნაბიჯისთვის რასაც რუსეთს დაახევინა უკან გარკვეულწილად და ეს დაძაბულობა ამ ფონზე აი ეს შენარჩუნდა აღარ მოყვა გაგრძელება, მაგრამ ყველა შემთხვევაში აზერბაიჯანმა დაანახა, რომ ის ყველა რაღაც ნაბიჯზე ძალიან მკაცრად უპასუხებს. და სხვათა შორის რუსეთი ისევ იმავე მეთოდს იყენებს, ჩვენ ეს მეთოდი არაერთხელ გვიწვნევია ჩვენს ტყავზე. გადაკეტან სოფლის მეურნეობის პროდუქციის, უცებ აღმოაჩენენ ხოლმე რომ იქ რაღაცეები არის თურმე, დიახ და იქიდან გამოუშვა. ანუ ეს როცა არ იცვლება მხარეები ბატონო ლევან რა მოტივი შეიძლება იყოს და რეალურად რა ხდება ამის უკან, იმიტომ რომ ეს სქემატურად ჩვენ ნანახი გვაქვს უკვე როგორც ხდება. მე ამაზე ხაზი გავუსვი რუსეთის შესუსტების ფონზე, იქაც ხო სხვადასხვა ძალებია ზოგი deep state-ს რო მარტო ამერიკაში კი არ არის deep state-ი ყველგან არის და ყველა თავის გეგმებს. რა თქმა უნდა, ყველა ის თავისი, რომელიც არ ჩანს მოქმედებები მიმდინარეობს. ასე რომ მე ჩემი ვერსია მინდა გითხრათ, რაც ეყრდნობა გარკვეულ ანალიზს, რომ რუსეთს ჰქონდა გადაწყვეტი
გადახდილი გარკვეული მექანიზმებით დაწყებულიყო პოლიტიკური ცვლილებების პროცესი აზერბაიჯანში და ამას რა თქმა უნდა აზერბაიჯანმა ძალიან მკაცრად უპასუხა. ძალიან მკაცრად უპასუხა. ხა შეფასებები ერთი მხარეა ჩვენ ავდგეთ. კი ბატონო, ჩვენ ავდგეთ უბრალოდ ანალიზი გავაკეთოთ, რომ დავინახოთ რა სურათი გვაქვს, რა რეალობაში ვიმყოფებით. ეს ერთი, ამან კიდევ უფრო დაასუსტა მინდა გითხრათ რუსეთის პოზიცია. აი ამის შედეგად, ეხლა უბრალოდ შენელებულია ეს მომენტები, აი რაღაც უხეშ ჩარევებს თავი გაანებეს, იმიტომ რომ ორივე მხრიდან მოყვებოდა ამას ძალიან მძიმე შედეგები, არა მარტო რაც თქვენ ბრძანეთ, რომ იქ რაღაც პროდუქციის იმას შეაჩერებდნენ აზერბაიჯანთან ექსპორტს, ან გამოყრიდნენ როგორც ქართველები გამოყარეს 2008-ში გახსოვთ, გამოყრიდნენ იქ ბაზრებიდან, სავაჭრო ცენტრებიდან აზერბაიჯანელებს თქვა გამოყრიდნენ და იგივე აზერბაიჯანის შემდგომ უამრავი რუსი ბიზნესმენია იქ და ბიზნესი და ინვესტიცია ჩადებული მარტო ლუკოილი რო ავიღოთ ნავთობის სფეროში, თქვათ იმათ შეავიწრობდნენ. ასე რომ ამ მომენტებს და ეხლა თავი გაანებეს. რომ იტყვიან ერთმანეთს ეს მუსკულები და მუშტები დაანახეს და ამით გაჩერდნენ. ხა ესა გვაქვს დაძაბული სიტუაცია, თქვათ რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის. ეხლა ვნახოთ სომხეთში რა ხდება, რომ მეორე ნაწილში. ესე იგი სომხეთის ნაწილში საკმაოდ დაძაბული სიტუაცია. ხა თუ ავიღებთ პაშინიანს პრემიერ-მინისტრი სომხეთისა, ხო? სომხეთის პრეზიდენტმა გადადგა არაორდინალური ნაბიჯები, რომელიც სომხური იდეოლოგიაში არ ჯდება. ეხლა სომხური იდეოლოგია როგორ იყო? ეს არის აი ველიკაი არმენიას რო იძახიან რა, დიდი სომხეთი, სადაც ყველაფერი სომხეთის არის. ხო, ნუ რაღაც მიახლოებით, აი ამ რაღაც მოსაზრებას საერთოდ იგნორირება გაუკეთა და მან დაიწყო პრაგმატული შეხედვა. ნუ იმიტომ რომ ეხლა რუსეთმა გვერდში არ დაუდგა და ვერც დაუდგებოდა პუტინმა პირდაპირ თქვა რომ ეს არის ტერიტორია აზერბაიჯანის და მანამდე არ იცოდა, ხო? იცოდა რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაფერს ხო დალაგება უნდა. მოდი ვთქვათ, ყოჩახ ჰეიდარ ალიევს და საერთოდ ელიტას აზერბაიჯანს, რომელმაც თვითონ მოსკოვში დაალაგა. თვითონ სომხებიც კი მხარდამჭერები იყვნენ იმან ილხამ ალიევმა, რომ სომხებიც კი მხარდაჭერი იყვნენ მოსკოვში წარმოჩენილი ესეთი გავლენიანი სომხებიც, რომ იმისი ყარაბაღის პრობლემა მოგვარებული იყო, ისე დონეზე იმუშავეს. ეს მათი დამსახურება, ჩვენი ჭკუის სასწავლებად იგივე რომ ვთქვათ. ამიტომ როცა ვამბობთ ჩვენ აი სომხეთის მიმართულებაში, პაშინიანმა შეცვალა ეს ვექტორი და პრაგმატულად მიუდგა. იმიტომ რომ თუ კი ავიღებთ ყარაბაღს, ეხლა აი წყენის მომენტს ვიძახთ, ხო ბევრი დიდი რაოდენობა სომხებისა ნაწყენები არიან, მაგრამ შევხედოთ რეალობას. ყარაბაღი იყო აი რაღაც განუვითარებელი რეგიონი, ვერაფრით ვერ განავითარეს. იქ ყარაბაღში სომხებმა, როცა სომხები აკონტროლებდნენ, ინვესტიციები ვერ განახორციელეს, მათ დიასპორამ შტატებში თუ ევროპაში არაფერი ფაქტიურად არ გააკეთა, საწარმოები არ განავითარა, ხალხი არ ცხოვრობდა, გაცარიელებული სოფლები, ყველაფერი აი გაუბედურებული, რომელიც იგივე ჩვენთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე რაც ხდება, მიახლოებით ისე იყო. ვერაფერი ინტეგრაცია ვერ გაუკეთა, გარდა იმისა, რომ რაღაც აი ერთმანეთში, თქვათ, იგივე ყარაბაღის კლანი გახდებოდა ხელმძღვანელი, თუ ვერ გახდებოდა, აი ეს დაპირისპირება იყო იგივე სტეპანაკერტსა და იმას შორის, ერევანს შორის რა, ესე რო ავიღოთ. ამიტომ მან ეს შეცვალა, წავიდა მოლაპარაკებაზე, რაზე გარიგდნენ ახლა მათი აქ რაღაც მერკანტილური მომენტები იყო, არ იყო, ბევრი რაღაც იწერება, რომ დიდი თანხები იქნა გადახდილი. ეხლა ეგ ჩვენი საქმე არ არის, ჩვენ უყურებთ რეალობა რა მოხდა. რეალობა გვაქვს ის, რომ პაშინიანმა პირდაპირ ურთიერთობა დაიწყო, მან ადგა და ურთიერთობა დაამყარა ერდოგანთან. ერდოგანი ახლა საკმაოდ გავლენიანი ფიგურაა, საკმაოდ დიდი გავლენები აქვს თურქეთს და მან დაალაგა ეს მომენტები, გარკვეული გარანტიებიც მიიღო დარწმუნებული ვარ. აქ აუცილებლად უნდა გკითხოთ, აი თქვენ ამბობთ, რომ პაშინიანმა დაალაგა. პაშინიანი არის იმ დონის პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ასე დამოუკიდებლად ალაგებს. აი ვინ უნდა მოვიაზროთ პაშინიანის უკან? მე არ ვაყენებ არავის შეურაცხყოფას, მე მისი გამოსვლები მაქვს ნანახი, სომხური არ ვიცი. გამოსვლები მაქვს ნანახი, ადამიანი როგორ მეტყოლებს, მე პროფესიით ფსიქოლოგი ვარ. როგორ მეტყოლებს, როგორი ემოციური მიმისა აქვს, დამოკიდებულება, ჟესტიკულაცია, მიმიკა, არის ეს ის ლიდერი, რომელიც დამოუკიდებლად მოქმედებს? დაალაგებს ეს ურთიერთობას თურქეთთან. მეც ფსიქოლოგი ვარ, სოციალური ფსიქოლოგიის სპეციალისტი ვარ და მინდა გითხრათ პირდაპირ ესეთი რა. ფსიქოლოგიურ დასკვნებს პოლიტიკური ლიდერები არ ექვემდებარებიან და ჩვენ მქონდა ხო ეხლა მოგიყვანთ მაგალითს სწორედ და ძალიან მარტივი რა როცა გიჟი ყავდა საქართველოში ქვეყნის ხელმძღვანელი და ნომერ პირველი პოლიტიკოსი იყო და ყველაფერის შველელი
ეხლა ეს თქვენი დასკვნა შემიძლია ფსიქოლოგების იგივე დასკვნა დაგიდოთ, სადაც პირდაპირ არის რომ რა გადახრები ქონდა იგივე პარანოისა და სხვადასხვა ფსიქიური დაავადების ფსიქიატრიული შემთხვევა ქონდა. სააკაშვილის სახით. და ეხლა ვთქვათ, რომ ეს ერთი მაგალითი. ამიტომ ჩვენი რაღაცა შეფასება ქვეყნის ლიდერისა, მოგწონს არ მოგწონს და შეიძლება ბოლომდე ცლად გიჟი და მე იყოს. სააკაშვილის მოქმედებები იყო ლოგიკური, ვთქვათ, სადაც. აქ მეორე მომენტია, ხალხი როგორ მიიღებს მაგას და რა პროპაგანდა მიდის და რამდენად დააჯერებენ, ხომ? ამიტომ პაშინიანს ამ შემთხვევაში ბევრად უფრო ის რბილი შეფასება შეიძლება მიეცეს. ლიდერი როგორ არა ეს, ვერაფერი ვერ უქნეს. პაშინიანს გამოადგა, ესე იგი, ის მხარ, უიტყვიან, რომელსაც რამდენჯერ მოუწყვეს გადატრიალების ცდილობა იყო, ვერაფერი ვერ უქნეს. პოლიცია შეკრა, დასავლეთის მხარდაჭერა მას აქვს, რუსეთის ის მხარდაჭერა ვერ მიიღო, რომელსაც სომხეთი ელოდებოდა და ეს ვექტორი ამანაც მთლიანად შეცვალა. არა მარტო საფრანგეთისკენ და დასავლეთისკენ. მე დარწმუნებული ვარ ეხლა ის განაცხადი, რომელიც სომხეთმა შეიტანა, რომ ვიზა ლიბერალიზაცია გაუკეთონ, დარწმუნებული ვარ ამას საკმაოდ სწრაფად მიიღებენ, ვიზა ლიბერალიზაცია სომხეთს მისცემენ და მათ თავიანთი ლობისტებიც აყავთ, ეს მალე გადაწყდება. ყველა შემთხვევაში ესეთი პირი უჩანს ამ საკითხს, მაგრამ მეორე მომენტი რაც მან შეძლო, მან დაალაგა ერდოგანთან საკითხი. ვერავინ ვერ დაალაგა და მას აქვს საკმაოდ კარგი ურთიერთობები და როგორც ჩანს, მან მიიღო საკმაოდ დიდი გარანტიები, რომ თურქეთთან მას სიტუაცია დალაგებული ექნება. ამის შემდეგ რას ნიშნავს ბატონ ლევან თურქეთთან სიტუაციის დალაგება და როცა ის არ ახსენებს გენოციდს, გასაგებია, რომ სხვაობა თურქეთს რა პრეტენზია უნდა ქონდეს. იცით რა ეს გენოციდის თემაც როგორია, იცით იყო გენოციდი, არ იყო. ეს სხვა საკითხია, მაგრამ სომხეთში ხო იყო ეს დამოკიდებულება, რომ ეს გენოციდი აღიარება. მან მთლიანად ვექტორი შეცვალა. აი ის რაც იყო, რაღაც პარადიგმა თქვა სომხური ამ დიდი სომხეთის და იდეოლოგიის და ასე შემდეგ, მან აბსოლუტური იგნორირება გაუკეთა და დაიწყო ესეთი პრაგმატული მიდგომა და ეხლა თუ ერდოგანს დაუწყებდა რომ თქვენ გენოციდი ჩაგვიტარეთ და აღიარეთო, ლაპარაკი არ შედგებოდა. კი ბატონო, ეს ისეთი კოზირი იყო, რომელიც როგორც კი მან დამალა. ეს იყო რაღაცა მექანიზმი, ვითომ აი რო არ დალაპარაკებოდი, რუსეთთან ყოფილიყავი და მან მთლიანად შეცვალა ეს, მას არ აინტერესებს ეს ამბავი, რო შევხედოთ, მან დაალაგა რა, ანუ სომხეთმა მიიღო და პიროვნულად მაგან მიიღო ის გარანტიები, რომ იმას ხელს ვერავინ ვერ ახლებს და რუსეთის ჩარევას სომხეთში იმასთვის ფაშინიანს თუ სომხეთს ფაშინიანსაც და ფაშინიანს ვამბობ, ფაშინიანის სომხეთს გულისხმობ, ეხლა რაც გვაქვს. ამიტომ ერდოგანისგან ისეთი გარანტია აქვს მიღებული, რომ რუსეთის ჩარევის განეიტრალების მექანიზმები მიიღო. თან კიდე ანალოგიურად იგივე შეხვედრები, რომელიც ჩატარდა მანამდეც და ეხლა კიდევ ფაქტიურად შუამავლების გარეშე, ვინ წარმოიდგენდა, რომ რუსეთი არ იქნებოდა შუამავალი, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები დასხდნენ და ფაქტიურად სამოქმედო გეგმა, აი რო იტყვიან ეს რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოსაწერად და რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ ზანგეზურის კორიდორის გასახსნელად. აქ უკვე გლობალური თემა მოხდა და მინდა გითხრათ, ეხლა როცა ჩვენ შევხედავთ ამას, ხო? რაც გეოპოლიტიკური ჭრილში რო შევხედოთ, სომხეთში რა მოხდა, აზერბაიჯანში რა მოხდა, ირანის უკან დახევა, სხვადასხვა იმაში ხანკენდიში ესე ქვია ოფის დეგანაპკეთში კი ბატონო აი რამდენი შეხვედრა იყო და პაზეშკიანიც იყო ირანის პრეზიდენტი და იქ უნდა დააკვირდეთ ნიუანსებს როცა ალიევი ეუნება რომ ჩვენ ხო თურქულად ვლაპარაკობთო ყველაო ეთნიკურად თურქი აზერბაიჯანელია პრეზიდენტი ირანის ხო და თუ გნებავთ აგერ სახლს მოგცემთო რა ყარაბაღშიო და ეხლა შეიძლება შაყერის თუ რაღაცის დონეზე ეს ხაზგასმა არის იმისა რა პროცესები მიმდინარეობს ეხლა მინდა ამაზე გადავიდე რომ შევხედოთ თლიანობაში რა რეალობა გვაქვს ჩვენ რუსეთისა და ირანის შესუსტების ფონზე თურქეთის გავლენა ძალიან ძლიერი ხდება თურქეთმა და აზერბაიჯანმა შეძლეს ის რომ ირანის გავლენა არა მარტო რაღაც ამ ომების შედეგად შეასუსტეს რელიგიურ დონეზე შეასუსტეს ფაქტიურად ეს ქვეყნები რომლებიც იყოფოდა შეიტურად და სუნიტურად თურქეთი და აზერბაიჯანი ძირითადად შეიტური არის და თურქეთი სუნიტური ხო და ადრე ეს იყო ადრე ეს იყო. განხეთქილების ვაში. ხო, მაგალითად ჩახაბასი ეთნიკურად ისა თურქი იყო, მაგრამ შიიტი იყო და წინ რო თურქეთთან ომი რო ოსმალებთან ომი რო ჭირდებოდა, გამოდიოდა რომ ჩვენი მუხამედის სიძის ალის სახელით, მის სახელით უნდა სისხლი დავყაროთ და დავიცვათ ჩვენი ინტერესები. მიახლოებით ეგეთი მიმართვები იყო, აი როგორ იყო რელიგია აყვანილი. ეს შენარჩუნებული იყო 90 წლებშიც კი ეს მომენტი. ალიევმა, ილხამ ალიევმა შეძლო მთლიანად გარდატეხის შეტანა რელიგიური თემა იქ არის მოხსნილი. დგება საკითხი, რომ ჩვენ ვართ
ერთი ერი თურქეთი და აზერბაიჯანი ერთ ენაზე მოლაპარაკე ორ სახელმწიფოში მაცხოვრებლები. ეხლა რო ამას შევხედოთ, ამას უკვე მიუერთა შუა აზიაც. და დიდი თურანის თემა ეს არ არის, ეხლა დიდი თურანის თემა ეს არ არის უკვე რაღაც ის მონაგონიან ეფიმერული რაღაცა ფანტაზიები თუ გნებავთ, ესე არ არის. დიდი თურანი რეალურად არსებობს, ის მოიცავს თურქეთი, აზერბაიჯანი, ირანის ნახევარი, 22 მილიონია აზერბაიჯანელი თურქულენოვანი ცხოვრობს იქეთ არის შუა აზია ოღონდ იმის გარეშე ტაჯიკეთის გარეშე, რომელიც ძირითადად არის სპარსულენოვანი, ნაწილი ავღანეთის, ნაწილი პაკისტანის და იქეთ გადადის უკვე ბაშკირეთი, ისა რა ქვია, თათრეთი, თურქეთის და ბოლომ ხაკასიამდე და იაკუტიაც კი, იაკუტებიც კი თურქეთი. ეხლა უყურეთ რა მომენტია. ბატონო, ძალიან დიდი ბოდიში რეკლამის გამო მცირე ხნით უნდა შევწყვეტოთ გადაცემა, ჩვენ მალე დაგიბრუნდებით, იმიტომ დიდი თურანის თემა ძალიან საინტერესოა, დაგველოდეთ. პოლიტიკა, საზოგადოება, ეკონომიკა, ანალიტიკა, საექსპერტო აზრი, უცხოეთის სიახლეები. ყოველ ხუთშაბათს და პარასკევს 14 საათსა და 10 წუთზე რეალური აქცენტები ნინო ხაჩიძესთან ერთად. გამარჯობელია დეიდა. ნახვამდისლია დეიდა. გამარჯობა ქალბატონო ლია. ნახვამდის ქალბატონო ლია. ასე ურიგო? არ არის ურიგო იდეა გამოიყენოს სპეციალურად შენთვის შექმნილი ახალი სერვისი ავერსისგან. შეარჩიე, გაატარე, გადაიხადე ავერსის თვითმომსახურების აპარატით. სწრაფად, მარტივად, კომფორტულად და ურიგოდ. არ არის ურიგო იდეა? NDT Global გთავაზობთ პორტატული და სტაციონალური რენტგენის გენერატორებს. ნავთობის, გაზის, ქიმიური, პეტროქიმიური, წყლისა და კოსმოსური მრეწველობისთვის, ციფრული რენტგენის პანელებსა და ეკრანებს, ფირებს, ქიმიკატებსა და აპარატურას ფირის დამუშავებისთვის. მაგნიტური ნაწილაკების შემოწმების აპარატურას, სახარჯ მასალებსა და აქსესუარებს, ვიდეოსკოპის ინსპექტირების მოწყობილობას, რენტგენოგრაფიის აქსესუარებსა და ოპტიკურ კაბელებს და სტაციონალური ინსპექტირების სისტემებს მომხმარებლების ტექნიკური მოთხოვნების გათვალისწინებით. ასევე NDT Global გთავაზობთ ტექნიკურ მხარდაჭერასა და ტრეინინგებს. NDT Global-ის საქმიანობის სფერო მოიცავს არადესტრუქციულ ტესტირებასა და ხარისხის კონტროლს, პროცესის ანალიზს და ოპტიკურ საკაბელო კომუნიკაციას. NDT Global არის უმსხვილესი ამერიკული და ევროპული კომპანიების ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში, კავკასიის რეგიონსა და შუა აზიის ქვეყნებში. ფიქრობ, რომ ხის სახლი ნაკლებად გამძლეა, მაშინ მოდი ბაკანიშ და დაგიმტკიცებ, რომ ეს ასე სულაც არ არის. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ბაკანის ოფისში, რომელიც სულ რაღაც 45 დღეში აშენდა, ზუსტად იმავე მასალებით, რომლებსაც ჩვენი ხის კოტეჯებისთვის ვიყენებთ. ეს სახლი არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენი სახლები არის ენერგოეფექტური, მყუდრო და რაც მთავარია გამძლე. ბაკანის შექმნის იდეა დაიბადა მიზნისგან, შეგვეთავაზებინა ქართული ბაზრისთვის უკონკურენტოდ ხარისხიანი პროდუქტი. ჩვენთვის სახლი არ არის მხოლოდ 4 კედელი და სახურავი, ეს არის სივრცე, სადაც აუცილებელი ადამიანი გრძნობს თავს მყუდროდ და კომფორტულად. სწორედ ამიტომ ჩვენ ვქმნით ეკოლოგიურად სუფთა და თანამედროვე ტიპის ხის სახლებს, რომელიც შენდება წერტილოვანი ბეტონის საძირკველით, რკინის კონსტრუქციით და უმაღლესი ხარისხის ხის მასალით. ეს არის გარანტია სიმყარის, სტაბილურია ნებისმიერ რელიეფზე და არის ნესტგამძლე. ზოგადად გარედან შეღებილი ხის მასალები დროთა განმავლობაში ფუჭდება, იცვლის ფერს და იბზარება. სწორედ ამიტომ ჩვენ ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის ქარხნულად დამუშავებულ ლარიქსის მასალას, რომელიც ინარჩუნებს თავდაპირველ ფერს და უძლებს დროს. ასევე ტრადიციული სახლებისგან განსხვავებით, ბაკანის კოტეჯების მშენებლობა გაცილებით სწრაფი პროცესია, რომელიც სულ რაღაც 45 დღეს საჭიროებს. პოლიტიკა, საზოგადოება, ეკონომიკა, ანალიტიკა, საექსპერტო აზრი, უცხოეთის სიახლეები. ყოველ ხუთშაბათს და პარასკევს 14 საათსა და 10 წუთზე რეალური აქცენტები ნინო ხაჩიძესთან ერთად.
მოგესალმებით, განვაგრძობთ საუბარს ჩვენ სტუმართან, ლევან მამულაძესთან ერთად. ბატონო ლევან, ჩვენ წლების წინა თქვენ მართალი ბრძანეთ, ეს დიდი თურანის პანოსმალური იდეა მაინც რაღაცა ცოტა ფანტაზია გვეგონოდა წარმოსახვა თურქეთის, მაგრამ ეს ალბათ უფრო საზოგადოებრივი აზრის მომზადება იყო. ამისკენ და ჩვენ ვხედავთ, რომ ჯერ დაიწყო ეს ყველაფერი ერთი ხალხი ორი სახელმწიფო, თურქეთი და აზერბაიჯანი, შემდეგ ერთი ხალხი 6 სახელმწიფო და წლების განმავლობაში ამ 6 სახელმწიფოს შორის, შუა აზიის 4 და აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის რაღაც მთელი რიგი მოლაპარაკებები, მათ სასწავლო სახელმძღვანელოების ჰარმონიზაცია გააკეთეს, განსაკუთრებით ისტორიალიტეტ ან ვისაც იდეოლოგიასთან არის კავშირში და ჩვენ ეს რუკები გვინახავს და ამ რუკებზე საქართველოს ნაწილიც არის შეტანილი. მათ შორის შეტანილი არის ასევე სომხეთიც. მე ამიტომ რაღაც ფაშინიანზე ცოტა არ დაგეთანხმեցავით კი არა, უფრო ცოტა დამაზუსტებელი კითხვები დავსვი. მე მისაუბრია სომეხ პოლიტოლოგებთან, წლების განმავლობაში მე ვიწერდი მათ აზერბაიჯანელებსაც, სომხებსაც და მათ ყოველთვის ეშინოდათ თურქეთის და ირანის, როცა არ იქნებოდა რუსეთი მათი დამცველი. ისინი ამას პირდაპირ ამბობდნენ, ესენი უბრალოდ შეგვიერთებენ. სომხეთი რამდენად არის დაცული, სომხეთის სახელმწიფოებრიობა, ჩვენც იგივე ზანგეზურის დერეფანზე შეიძლება ფაშინმა მიიღო გარანტიები, რომ ის შეენაჩუნებს ხელისუფლებას, მაგრამ ჩვენ ვიცით თურქეთს უნდა რომ ზანგეზურის დერეფანში ტვირთები არ გააკონტროლონ სომხურმა მხარემ და უბრალოდ გაატარონ და არ გახსნან. ეს არ არის სუვერენიტეტის შელახვა? ესე იგი, რაც შეეხება დიდი თურანის და პანთურქიზმის თემატიკას, ეს აბსოლუტურად რეალურია. ჩვენ ამას არ უნდა შევხედოთ რაღაცა თვითონ რაღაც სასწაული ხდება. ეს მომენტი ყოველთვის არსებობდა, თურქულენოვანი ხალხები ძალიან ბევრია, იგივე შორეულ აღმოსავლეთიდან შუა აზიაში, ცენტრალურ აზიაში და აქეთ უკვე კავკასიაში და ევროპის აღმოსავლეთ ნაწილშიც. ამიტომ მათი ეს ისე კი არ უნდა წარმოიდგინონ, ერთი სახელმწიფო შეიქმნება. თურქეთი ლიდერია ამ ამბავში თვითონ თურქეთის იქნება სტრატეგიული, ეკონომიკური პირდაპირი დაკავშირების საშუალება, მათ უნდათ რომ რაღაცა კავშირები გააჩნდეთ, პირდაპირი ურთიერთობა ზანგეზურის თემაც უკავშირდება ამ საკითხს. სხვათა შორის პაშინიანმა ძალიან ესე იგი პრაგმატულად მიუდგა აქაც, მე კი არ ვაკებ პაშინიანს, მე სხვათა შორის დიდად რაიმე სიმპათია არა, უბრალოდ უყურებ რა ხდება რა. ესე იგი, იქ იყო მეორე მომენტი. როცა დადგა ახალი პრეზიდენტი ირანში, დაიწყო მოლაპარაკება, რომ ზანგეზურის ნაცვლად ირანზე გაეარა ნახჭევანსა და თურქეთი, ნახჭევანი, აზერბაიჯანი დამაკავშირებელი ხაზი და ამას თუ არ გააკეთებდა პაშინიანი, ირანთან მოილაპარაკებდნენ და შეძლებდნენ ამის გაკეთებას. ასე რომ მან შეხედა, სხვა გამოსავალიც არ იყო, მან გარანტიებიც აიღო და სამშვიდობო მოლაპარაკებასთან ერთად ზანგეზურის კორიდორის გახსნასთანაც არის უკვე ამაზეც არის საუბარი. ანუ აი ეს დიდი გაერთიანება თურქეთის, აზერბაიჯანის დაკავშირება, შუა აზია და ასე შემდეგ, ეს იწვევს თურქეთის საკმაოდ სერიოზულ გაძლიერებას კავკასიაში. ეს აგვაქვს ჩვენ ფაქტი. ჩვენ ასევე ისიც არ უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც ადრე ხდებოდა, რომ ეხლა უცბად ეს თუ მოხდა, უნდა ჩვენ ესე იგი რაღაც საშინელი საფრთხეები გვაქვს და სომხეთის თქვათ ის სუვერენიტეტს გააუქმებენ, საქართველოს პრობლემა შეუქმნიან. ვიცით როგორა ეს სუვერენიტეტი საერთოდ აბსოლუტური სუვერენიტეტი არ არსებობს და ეს ბალანსის ჭრილში უნდა განვიხილოთ ჩვენ რაღაცას თმობ, რაღაცას იძენ, ეგეთი მომენტი. ამიტომ ჩვენ ამას უნდა შევხედოთ ამ პროცესს, რომ ეს არის რეალობა და ამ შემთხვევაში სომხეთმა თავისი გზა ნახა, ის უფრო მეტად ინტეგრაციულად ჩაერთვება ამ ამბებში. იმან შეიძლება რაღაცა დათმოს, მაგრამ რაღაცას მიიღებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ტვირთების მოძრაობა გაიზრდება, არის ლაპარაკი იგივე ჩვენც ამ პროცესში ვარ, შუა დერეფანში სომხეთი უკვე თავის სატრანზიტო ფუნქციას აიღებს, ეს უნდა ვიცოდეთ, ჩვენ ეს არის რეალობა და ამას აქცევს პაშინიანმა რა გააკეთა, ანუ სომხეთის ფაქტორი, როგორც თურქეთისა და აზერბაიჯანის დამაკავშირებელი, გახადოს იგივე სომხეთის გარკვეულწილად თუ გნებავთ უსაფრთხოების გარანტი და ასევე ეკონომიკური გაძლიერების ფაქტორი. რეალობა, აი ყველა მიმართულება აქეთკენ არის გადადგმული. ეხლა რაც შეეხება ჩვენს მდგომარეობას რა, ჩვენ უნდა შევხედოთ ჩვენთან რა ხდება. ეხლა მე ერთი რამ მინდა გითხრათ. მიუხედავად იმისა, რომ აი ეს ჩვენ სიტუაცია შეგვეცვალა კავკასიაში, რუსეთის ფაქტორის იგნორირება არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება, არც ერთ შემთხვევაში. ეხლა რატომ? ჯერ ერთი რუსეთს აქვს საკმაოდ დიდი გავლენები სომხეთზეც,
მიუხედავად იმისა, რომ ხა სომხურ ეკლესიას შეუტია პაშინიანმა, იმიტომ რომ თulis რომ ეს არის რუსეთის საყრდენი, მიუხედავად ამისა, ბიზნეს გადახლართვა ეს ერთი მეორე რომ ავიღოთ სომხეთში აქვს სამხედრო დიდი ესე იგი შენაერთი ბაზა აქვს რუსეთს კავკასიაში სომხური ბაზა არის ერთი ბაზა არის და რაც შეეხება ესე იგი გავლენის თვალსაზრისით ეკონომიკური გავლენის ფაქტორები საკმაოდ ძლიერი აქვს ეს ერთი მეორე იგივე აზერბაიჯანთან დაკავშირებითაც ეკონომიკური გადახლართვა აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის საკმაოდ მაღალია და ჩვენ თუ ავიღებთ ჩვენ კიდე ამ ხელა საზღვარი გვაქვს ჩვენ რუსეთთან რა ამიტომ ესეთი რამ უნდა გავაკეთოთ ჩვენ ეს რეალობა უნდა განვიხილოთ იმ ჭრილში საქართველოს რა ფუნქცია რჩება და რა უნდა გააკეთოს საქართველოს ერთ რამეს მივაქციოთ ყურადღება მე მქონდა ამასინად შეხვედრა რუს ექსპერტებთან სპეციალისტებთან რომელსაც საკმაოდ დიდი გავლენა აქვს და მინდა ვთქვა ესეთი რამ რასაც თვითონ რუსები იძახიან ეხლა მოგვეწონება არ მოგვეწონება ესეც რეალობაა რუსეთი გადართულია ეხლა უკრაინის ნაწილზე უკრაინის ფრონტზე რომ მან შეძლოს ესე იგი საკითხების მოგვარება იქ და დაამთავროს ეს პროცესი და ეხლა როგორც ხედავთ ეს ამერიკის მონაწილეობა ევროპის მონაწილეობა არ სუსტდება მიუხედავად იმისა რომ განცხადებები იყო ტრამპისა ესეც შეგვიძლია განვიხილოთ მაგრამ ყველა შემთხვევაში ესე იგი გავლენა უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე არ სუსტდება არც დასავლეთის მთლიანობაში არც ევროპის და არც შეერთებული შტატების ასე რომ რუსეთის აქცენტი გადატანილია იქეთკენ ეხლა ის ფრონტზე გარკვეულ შედეგებს აღწევს და ამის დათმობას არ აპირებს მაგრამ სანაცვლოდ გარკვეული სისუსტეები გამოიჩინა კავკასიაში რუსი ექსპერტები პირდაპირ ამბობენ აი კი ბატონო ჩვენ შევსუსტდით კავკასიაში მაგრამ რა იქნება SVO-ს რასაც ეძახიან სპეციალური სამხედრო ისა რა ქვია ღონისძიება ხო რასაც ატარებენ იმაში უკრაინაში ხო რა იქნება ამის შემდეგ ანუ როცა მოიცლის რუსეთი შემოტრიალდება ესე იგი კავკასიაში და რა ფორმით შემოტრიალდება ეხლა ჰუმანიტარულ დახმარებას ის არ გამოაგზავნის და იმას კოცნას არ გამოგვიგზავნის ხო ჩვენ გვაქვს ესე იგი მოსალოდნელი პრობლემა მთლიანად კავკასიაში რუსეთი როცა მოიცლის კავკასიაში გავლენის დაბრუნება შეეცდება ეს არის ფაქტი ამიტომ ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ ესეთ შემთხვევაში ერთი გარემოება რომელიც ჩვენ გაგვაჩნია ეს არის რუსეთთან საზღვრები და ეს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის მიერ აღიარებული აფხაზეთი და ცხინვალი ჩვენ უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯები რომელიც პირიქით გაგვაძლიერებს და საფრთხეს არ შეგვიქმნის. ჩვენი გაძლიერება როგორ შეიძლება, ეხლა ძალიან მარტივი თემაა ესეც, ცირთული, ამაში არაფერი არ არის. ჩვენ თურქეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, აზერბაიჯანთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ ყველა შემთხვევაში უნდა შევძლოთ, რომ ის გაძლიერება, რაც თურქეთმა გააკეთა, ისიც ჩვენ სასარგებლოდ გამოვიყენოთ და ის სისუსტე, რაც რუსეთმა, ესე იგი კავკასიაში უკან დაიხია, ესეც ჩვენ სასარგებლოდ გამოვიყენოთ. ანუ ისეთი ბალანსი დავიჭიროთ, რომელიც საქართველოს გააძლიერებს. პირველ რიგში, რისი გაკეთება შეიძლება? თურქეთთან ურთიერთობა უნდა განვითარდეს და რა თქმა უნდა, მათთან საკმაოდ ნორმალური ურთიერთობები გვაქვს. აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი რკინიგზის დამაკავშირებელი ხაზი, ენერგეტიკული მაგისტრალები, ყველაფერი ეს გადაბმულია პორტები და ასე შემდეგ და ჩვენ ამ კავშირში ვართ, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით, რუსეთთან უნდა დავიწყოთ უფრო მეტი ეკონომიკური ფაქტორების გამოკვეთვა. ანუ თურქეთის გავლენა თუ გაიზარდა, ჩვენ რუსეთთან დაკავშირებით უნდა გადავდგათ ის ნაბიჯები, რომ დღეს ლაპარაკია ეკონომიკურ ფაქტორებზე, არა გეოპოლიტიკაზე, არა გეოეკონომიკაზე. ჩვენ გეოეკონომიკაში უნდა გადავიტანოთ ყველა ის მომენტი, რომელიც საქართველოს გააძლიერებს. დღეს ჩვენ რა ბერკეტები გვაქვს? უნდა გაიხსნას აუცილებლად გზა ცხინვალის მიმართულებით. უნდა გაიხსნას, აი დავამთავრებთ, უნდა გაიხსნას გზა, აგერ გადაჭედილია ლარსი. რაღაცას აი როგორ აი ეს პროპაგანდაში ვართ მოქცეული, რომ თითქოს ჩვენ თუ ნაბიჯი გადავდგით, ესე იგი ნიშნავს რუსეთის შეერთებას. ეს არის ის პროპაგანდა, რომელსაც აი ბოდეში და სულელებზე ხდება ამ გავლენის მოხდენა. ჩვენ გვჭირდება ისეთი ბალანსის დაჭერა, რომელიც გაგვაძლიერებს. ცხინვალთან ინტეგრაცია და დაკავშირება. აუცილებლად თუ ინტეგრაციული პროცესები ოკუპირებულ ტერიტორიებთან ჩვენ არ დავიწყეთ, აი სწორედ მაშინ დაიკარგება ეს ტერიტორიები, როცა სხვა გაუკეთებს აბსოლუტურ ინტეგრაციას. იგივე რუსეთი. არის ახლა რუსეთი
რუსეთი თვითონ დაინტერესებულია გაიხსნას, თქვა თბილისის ცხინვალის გზა, უნდა გაიხსნას, რომელიც შემდეგ როკის გვირაბზე გაგვიყვანს და ამ ინტეგრაციაში ჩაერთვება იგივე ცხინვალის რეგიონი. შესაბამისად, რკინიგზა, საავტომობილო კავშირი, სოხუმი თბილისი, სოხუმი ზუგდიდი თბილისი და რკინიგზის გავლა, რომელიც ტვირთებს დაძრავს არა მარტო ჩვენი პორტებისთვის, არამედ ასევე აი ის კორიდორი, რომელშიც ახლა სომხეთი ერთვება, ეს არის ჩრდილოეთისა და სამხრეთის დამაკავშირებელი კორიდორი, ეს არა მარტო რომელიც ადრე აზერბაიჯანზე უნდა გასულიყო. არა მარტო აზერბაიჯანზე გადის, ის მუშაობს ეს თემა, ეს პროცესი არ გაჩერებულა, პირიქით ეს უფრო გააქტიურდება ახლა, იმიტომ რომ აზერბაიჯანი თურქეთის სანქტ-პეტერბურგი, ისა ბანდერაბასი, მუმბაი, ეს ხაზია, რომელიც ინდოეთთან კავშირს, ესე იგი აფიქსირებს, ინდოეთი რეგიონში შემოვიდა უკვე. მინდა ერთი მაგალითი გითხრათ, თურქეთმა, საინტერესო ფაქტორია, თურქეთმა სამხედრო იარაღის შეძენა დაიწყო ინდოეთისგან. იმან ბოდიში სომხეთმა შეუკვეთა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები იმაში ინდოეთს. ესეთი შემთხვევა კავკასიაში არ ყოფილა და ეს კიდე ცალკე მიმართულებას აძლიერებს. ასე რომ ეს მთელი კომპლექსი როგორ უნდა განვიხილოთ? ჩვენ რაღაცა ეს აუცილებლად უნდა გკითხოთ. აი თქვენ თქვით და კი ბატონო, ეკონომიკურად ეს ნამდვილად მომგებიანია და ჩვენთვის ეკონომიკურად მნიშვნელოვანი არის და პოლიტიკურადაც რომ გზაჯვარედებმა გაიაროს საქართველოზე და არა აზერბაიჯანზე. და იყო ჩვენი გზა და ეს დერეფანიც ფუნქციონირებდა ჩრდილოეთი სამხრეთ-ჩრდილოეთი. მაგრამ უნდა გაიხსნას და უნდა დაიწყოს ინტეგრაციული პროცესები გეთანხმებით. ოღონდ რაღაცა ამას როცა ხსნი, ეს ჩვენთვისაც არის მნიშვნელოვანი, მაგრამ რუსეთისთვის ახლა ისეთ გეოპოლიტიკური ვითარებაშია, რომ არანაკლებ თუ უფრო მეტად მნიშვნელოვანი არის აი ამ დერეფნების გახსნა და სამხრეთ კავკასიაში თავისი გავლენის გაძლიერება და ჩრდილო კავკასიის უკეთ კონტროლისთვის მას სჭირდება ვიღაც ამ სამხრეთ კავკასიაში. რაღაცა ხო რუსეთმაც უნდა დათმოს ამისთვის, არა? ეს ჩვენ ამას დავარქმევთ პროპაგანდას, დავარქმევთ ამას ემოციას, მაგრამ რთულია ხო აი დევნილები, რომლებიც არიან ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან, მათ უთხარო ჩვენ აი ამაზე ფულს გავაკეთეთ, მაგრამ შენ კვლავ ვერ არის ეს ემოციური ურთიერთობა ადამიანებში, შენ კვლავ ვერ ნახავ შენ სახს, ვერ ჩახვალ და ვერ ჩემი ახლობლების საფლავზე გახვალ. ხო აი ეს უხერხული მომენტები არის, რომელსაც ჭირდება მოგვარება. ეს არის მნიშვნელოვანი მომენტები, მინდა დაგეთანხმოთ და ამიტომ ამ პროცესის დაწყების გარეშე მაგამდე ჩვენ ვერ მივალთ. ამიტომ ჩვენი ამოცანა რა არის? თუ კი ავიღებთ ახლა ისე გლობალურად თუ შევხედავთ, პირდაპირ უნდა ითქვას, შეერთებულმა შტატებმა და დასავლეთმა თურქეთს დაუთმეს აქტიურობა კავკასიის რეგიონში და ჩვენ არ უნდა ველოდოთ, რომ შეერთებული შტატების და იმის აქტიურობა ევროპის რაღაცა ფორმით კავკასიაში იქნება ეკონომიკური, მაგრამ არა პოლიტიკური. აი მიაქციეთ ყურადღება, ასე რომ თურქეთი მიუშვეს, ეს არის ნატოს წევრი ქვეყანა და ვერავინ ვერაფერი ვერ გააკეთა, თურქეთმა გააკეთა. თურქეთი დღეს კავკასიაში არის ლიდერი ქვეყანა. მოდი ესე ვთქვათ, ეს არის რეალობა. მეორე მომენტი, რუსეთი არსად არ გამქრალა. მისი საზღვრები არსად არ წავა. თქვენ სწორედ გაუსვით ხაზი, რუსეთს დღეს ჭირდება რაიმე ფაქტორით გავლენის შენარჩუნება კავკასიაზე. თუ ეს ჭირდება პირველ რიგში საქართველოა. ჩვენ თუ ამ ნაბიჯს გადავდგამთ, იმიტომ უნდა გადავდგამთ, რომ რუსეთმა თვითონ გადმოდგას ჩვენთვის საჭირო ნაბიჯები. ანუ პირველი ნაბიჯის ის ჩვენ გვაქვს. იცით რა, აი მე საერთოდ უყურებ ესეთ რამეს, აი ძალიან აბსურდულად. პირველი, არა პირველი. პოლიტიკა ნიშნავს საერთოდ კომპრომისების ხელოვნებას და ჩვენ ახლა ველოდოთ ვიღაცას პირველი ვინ გადმოდგამს და შეიძლება არ გადმოდგამს. იგივე deep state ხო არის, არა ყველაფერი deep state-ს რო ვეძახი. ხო რუსეთშიც არის ეგეთი რამე. და ჩვენ გავხსნა და არაფერი არ მოგცეს სამაგიეროდ. არა, ესე ვერ გავხსნით, ეს ორივე მხრიდან უნდა გაიხსნას. ეს ცალმხრივად ვერ გაიხსნება. აი ხა მაგალითს გეტყვით რა. არა, სამაგიერო არაფერი მივიღოთ. სამაგიერო რა არის? ხა მე გეტყვით სამაგიერო რა არის? როგორ არის? ეს უნდა იყოს გაწერილი ეტაპობრივად. აი ხა მარტივად. აი მე გავაკეთებდი აი ერთ კვირაში. გავხსნიდი ცხინვალი თბილისის საავტობუსო მიმოსვლას. პირველი რასაც გავაკეთებდი. სიტუაცია ამისთვის მზად არის და აი ჩვენთან არ ვიცი ხა ხელისუფლება რას უყურებს ამ ავტობუსის გახსნა. ეხლა გეტყვით, ჯერ ერთიც მე გეტყვით, იმიტომ რომ ასევე მქონდა საუბარი ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებთან, იყო ამის საშუალება და მინდა გითხრათ, რომ ისინი აი ძალიან საინტერესო ფრაზა ითქვა რა, იგივე ცხინვალელების მხრიდან, რომ მიუხედავად კონფლიქტებისა იგივე ოსი და ქართველი მოსახლეობა ანტაგონისტურად შინაარსობრივად განწყობილი ერთმანეთთან არ არიან. ანუ
კი იყო პრობლემები, მაგრამ ანტაგონისტურად განწყობილება რას ნიშნავს? ერთი რელიგია, ერთი კულტურა, ერთნაირი საჭმელი, ერთნაირი სასმელი, ერთნაირი ტრადიციული მიდგომები, ესეთი ინტეგრირებული ხალხი, როგორც ოსები იყვნენ, ქართულ, აი რეალობაში არავინ ესე ყველაზე მაგრად ინტეგრირებული. კი ბატონო. ეს არის რეალობა. ამიტომ მე დღემდე ვერ ვარჩევ სხვათა შორის. დიახ, ქართული გვარები და რა ვიცი, რა საერთოდ რაფხელა აბსურდი იყო, ავყოლოდით იმ პროვოკაციას, რასაც ავყევით რა. აღარ მინდა მაკეთკენ გადავიჭრა. ამიტომ ერთ კვირაში გავხსნიდი. პრობლემა არ არის. მოლაპარაკება საჭიროა მოსკოვთან დაველაპარაკებოდი. რა პრობლემა გაქვთ? მოდი გავხსნათ. იქ არიან მაგათი მესაზღვრეები, ჩვენი პოლიცია ასე შემდეგ. პირველ ეტაპზე რაღაც შეიძლება ცოტა რთულად წავიდეს, მაგრამ როგორც კი ეს პროცესი წავა და მერწმუნეთ რომ ამას მოყვება შემდგომ უფრო მეტი ბატონო, რა ნაბიჯი. გითხავთ, აი იქ გასაგებია იმათ რატო უნდათ აქ გახსნათ ჩიხია. ავ თქვათ, წიგნარის რეგიონი, როგორ არ არის ჩიხია? შვენიერი გზა აქვს ხა არა, გზაზე არ ვამბობ, მიწოდება ხო უნდა იქ გვირაბიდან და აქ უფრო მარტივია.